საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე მედიკოსის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროგრამის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა. მინისტრი პროგრამის განხორციელებით კმაყოფილია, თუმცა აქვე განმარტავს, რომ პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო ექიმები მკაცრად დაისჯებიან. პროგრამის მიმდინარეობას ბათუმში არსებული კლინიკების წარმომადგენლები აფასებენ. საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებიდან უკვე 1 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში სახელმწიფომ 196,859 მოქალაქის სამედიცინო მომსახურება დააფინანსა. მიუხედავად ამისა, მინისტრი დავით სერგეენკო ისეთ შემთხვევებზე საუბრობს, როცა საგარანტიო წერილით მისულ მოქალაქეებს მედიკოსები რამდენიმე თვიან ლოდინსა და თანხის გადახდას შორის არჩევანის წინაშე ეყენებენ. სერგეენკოს თქმით, მსგავსი ქმედებები მკაცრად დაისჯება. არის შემთხვევები აღწერილი, როდესაც ეუბნებიან, რომ არ გინდა ნუისარგებლე ფამითი, იმიტომ რომ მრავალი თვის დაცვა მოგიწევს და ჯობია პირდაპირ გადაიხადო თანხა. თუ სადმე ეს შემთხვევები დადასტურდა შესწავლის შედეგად, ამას შესაბამისად კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა. კლინიკა მედინას გენერალური დირექტორი ჯუმბერ უნგიეძე ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიის შვილობილი კლინიკები მოქალაქეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ალოდინებენ და პაციენტების სიმრავლის გამო მათ ხარისხიან მომსახურებას ვერ უწევენ. მისივე თქმით, შეწუხებული პაციენტები ალტერნატიულ სამედიცინო ცენტრს მიმართავენ. სადაზღვევო კომპანიის პრინციპი არის ერთი მთელ მსოფლიოში, რომ ეს არის დაავადების პრევენცია, დაავადების პროფილაქტიკა და სამედიცინო სერვისის მაღალი ხარისხი. არც ერთი ეს პრინციპი არ იყო დაცული. აჭარაში ჰქონდა ჩვენ სამავთყოფოში ის სერვისი, მაგრამ კერძო სადაზღვევო კომპანიებს მიყავდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ქუთაისში, თბილისში და ამაზე ნაკლები ხარისხის მომსახურებას უწევდნენ მათ. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ბენეფიციარებიც 6 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. აჭარაში სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახორციელებს, რომლის შვილობილ კომპანია ჩემი ოჯახის კლინიკას ბათუმში რამდენიმე სამედიცინო ცენტრი აქვს. ერთ-ერთი მათგანია რეფერალური საავადმყოფო, სადაც აცხადებენ, რომ გაზრდილი მომართვენობის მიუხედავად პაციენტები კლინიკაში მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ. მაღალი მომართვიანობა ხარისხზე აისახება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ორიენტირებული არ არის ხარისხიანად იმუშაოს. ჩვენ ამ ეტაპზე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ იმუშაოთ ხარისხიანად. რასაც ადასტურებს თუნდაც ის ხარისხის სერტიფიკატი, რომელიც ჩვენმა ლაბორატორიამ მიიღო გასულ წელს. იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა და შესაბამისად კლინიკის საკუთარი სურვილით არჩევას სოციალური დაცვის სამსახურს უნდა მიმართონ.